ერთი ძალიან უაზრო შეცდომა გამეპარა. იდეალურია. ფეხებიც დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს, აქ ბოლტით დამაგდება და შემდეგ კედელზე გაკეთებულ ანკერზე დაედება ფეხი, როცა გაშლილ მდგომარეობაში იქნება და როცა დაიკეცება, ამას ავკეცავ და ყველაფერი მიებჯინება კედელს. ამ ყველაფერს ახლა გავზომავ, დავჭრი და დავამაგრებთ. ახლა გავაკეთებ მეორე ფეხს, მერე გავხვრიტავ ამას შუაში, აქ გავაკეთებ ერთ ანკერს, შუაში დავუმატებ ღერწს და წესით ყველაფერი მორჩება. ესეც ჩვენი მაგიდა. ახლა დამშავე ღერძი გავუკეთო ფეხებს შუაში, რომ ესე ცალ-ცალკე მოძრაობა არ იყოს, მაგის საჭირო და ფაქტიურად დავამთავრეთ. ერთი ძალიან უაზრო შეცდომა გამეპარა, რის გამოც ღერძს ვერ გავაკეთებ. ალბათ შეამჩნიეთ უკვე, რომ ეს ორი ფეხი ერთმანეთის სწორი არ არის. არ ვიცი ეს რანაირად გამომივიდა, იდეაში დაშორებები სწორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ფუნქციონირებს, უბრალოდ ერთიანი ღერძი რაღაც ვერ გამოვა ჩემი აზრით, ამიტომ ცალ-ცალკე მომიწევს ფეხების აკეცვა. ახლა გავასწორებ იმ ნაწილს, რომელიც აძვრაოდნო თავიდან თუ გახსოვთ. დასრულდა ჩვენი პროექტი, მოკლედ ესეთი მაგიდა გამოგვივიდა. საკმაოდ ფუნქციური იქნება ჩემი აზრით, დაიკეცება, ადგილს დაზოგავს. ფეხების მოდიფიკაცია შემდეგ შემიძლია, ეხლა აქ მხოლოდ ანკერზე რომ ზის, ეგ ცოტა საფრთხილო რაღაცაა, იმიტომ რომ აქ რომ დამაგნიტებული რაღაცები მექნება, ვიმუშავებ, შეიძლება ეს ოდნავ აიწიოს რაღაც მომენტში და მაშინ შეიძლება მოძროს ფეხები. ძალა ჭირდება, მაგრამ შესაძლებელი არის, ამიტომ როცა იქნება აქ მოდიფიკაციას გავუკეთებ, რომ არა ანკერზე, არამედ რაღაც უფრო დიდ რკინის ნაჭერზე ჩამოეცვას ზევიდან ეს რკინის ფეხი, რომ უფრო დიდი ძალისხმევა დაჭირდეს ამის ამოსაგდებად. მაგრამ ამ ეტაპზე მაყოფილი ვარ. თქვენ რას ფიქრობთ? მორჩით მაგიდას, მორჩით ამ ტუმბოს წინა ვიდეოში, შემდეგ გადავალთ უკვე სხვა პროექტებზე, სკულპტურებზე და ასე შემდეგ. თუ მოგწონთ კონტენტი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ახალი წლების მერე დავბრუნდები.